Ioanishes. მოგესალმებით თავისუფალ დემოკრატებს, როგორც მასმინძლებს დღევანდელი ფორუმის. მოგესალმებით ლიდერებს, ჩვენი კოალიციის შემავალი სხვა პარტიების. უამრავი გავრცელებული სახეა დღეს. მე ვფიქრობ, რომ დღეს აქ მოსული პარტიის წევრები ყველანი დარწმუნებული არიან ჩვენს მომავალ გამარჯვებაში. მათი სულისკვეთება უნდა მოახერხონ და გადასცენ საქართველოს მთელ მოსახლეობას. ისეთი განწყობითაა დღეს აქ მოსული ხალხი, რომ უფრო საინტერესო იქნებოდა, რომ ძირითადად პოზიტივზე გვესაუბრა. თუმცა მე მაინც ვერ ავერიდები და რამდენიმე კრიტიკულ შენიშვნას გავაკეთებ ჩვენი ხელისუფლების მისამართით. ამ ბოლო გამოსვლებში მე ჩემს გამოსვლებში მუდმივად ვაკრიტიკებდი ახალ დაარსებულ ორგანოს ახალი ფუნქციით, უბრალოდ კონტროლის პალატა არ არის ახალი დაარსებული, მას შეიძინა ახალი განუსაზღვრელად ძლავრი ფუნქცია და გაუგებარი ძალიან და საერთოდ სახელმწიფო სტრუქტურებთან დამოკიდებულებით მინდა რამდენიმე სიტყვა მოგახსენოთ. ჩვენ დღეს აქ შეკრებილნი ჩვენი კოალიციის სხვა მონაწილეებიც მიმართულნი ვართ იქეთ, რომ ჩვენ მოვიდეთ და ჩვენ აუცილებლად მოვალთ ამ არჩევნებში და შევქმნათ პრეცედენტი ისეთი ხელისუფლების, რომელიც რეალურად ჩადგება ხალხის სამსახურში და არა ფორმალურად. ის რომ დღეს კონტროლის პალატა, რომლის ძირითადი ფუნქცია გააკონტროლოს როგორ მიზნობრივად ხარჯავს ხელისუფლება ჩვენს ფულს, რომელსაც ჩვენ უხდით ხელისუფლებას, რომელსაც ვქირავთ, რომ მოგვიმსახუროს, ამის სანაცვლოდ კონტროლის პალატა გადაიქცა ხალხის კონტროლისა და დათქმის ახალ აპარატად. ის რომ პოლიციას, რომელსაც ისევ ჩვენ უხდით ხელფასს და რომლის ძირითადი მოვალეობაა დაიცვას ჩვენი სიცოცხლე, დაიცვას ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და თავისუფლება, რეალურად ერთი პიროვნება ახერხებს და საპირისპიროს ავალებს და ძალიან ხშირად იძულებით ახორციელებინებს მათ, რომ მათ ზეწოლა მოახდინონ ჩვენზე, ჩვენს მოსახლეობაზე, ჩვენს მოქალაქეებზე. მე არ განმარცობ განსაკუთრებით არც პოლიციას დღეს და არც კონტროლის პალატის კმედებებს, მე ჩემს ბოლო გამოსვლებში ძალიან ბევრი მათზე ვისაუბრე. მე განსაკუთრებულად მინდა შევჩერდე ამ ბოლოს მოხდარ ერთ ფაქტზე, რომელიც ერთ-ერთ ჩვენს საყვარელ საგანმანათლებლო და წესებულებაში უნივერსიტეტში განხორციელდა, იქ როდესაც ახალგაზრდებმა თავისივე მეგობრებს მათ უწესოქმედებაზე მიუთითეს, კარგად მოგეხსენებათ, როგორ მკაცრად იყვნენ ისინი დასჯილი, ეს სტრუქტურაც, რომელიც მრავლადაა დაარსებული ყველა უმაღლეს სასწავლებლებში და ეს არ აქვს მასის, არ ატარებენ ისინი შინაარს, რაც აქვთ, რაც სახელსაც, რაც სახელი, რაც ფორმა, თვითმმართველობის ორგანოები და სტუდენტური თვითმმართველობა ქვიათ მათ, ეს დაარსებულია ზემოდან, უმეტეს შემთხვევაში, თუმცა არსებობენ ნორმალური სტუდენტური ორგანიზაციებიც, ეს გავს კომკავშირს და იმაზე უარეს. კომკავშირი არ იყო ესეთი. ეს არის ერთი კაცის იდეოლოგიაზე აგებული და დაფუძნებული ორგანიზაციები და ატარებენ ძირითადად ერთი კაცის იდეოლოგიას. კაცი, რომელიც მუდმივად გამოდის და გვახსენებს, რომ და ჩვენს გუნდს, ჩვენს პარტნიორებს მოიხსენიებს უშუალო სიტყვებით, მე მას არ გავიმეორებ და ძირითადად მინიშნებას აკეთებს, რომ ჩვენ ვართ წარსულის გადმონაშთი და წარსულისკენ უნდა შევაბრუნოთ საქართველო. სააკაშვილი დიდი ხანია უკვე წარსულშია. კომკავშირზე უარესი გააკეთა. კომკავშირზე უარესი ორგანიზაციები ჩამოყალიბდა. მისი ხასიათი დღეს დაუფარავად იბრძვის და იღწვის დაახლოებით ბატონყმობასა და უფრო იქეთ მონურს შორის. აი ეს არის მისებული დემოკრატია. ამის დამყარება ცდილობს ის და ნაწილობრივ ზოგიერთი სუსტი საჯარო მოხელეების ხელშეწყობით მან მოახერხა ამის მსგავსი და ზოგიერთ ადგილზე
გვაჩვენა კიდეც შედეგიც მისი ხასიათისა და ასეთივე შედეგი მივიღეთ ჩვენ უნივერსიტეტში განვითარებულ უმსგავსო შემთხვევაზე. ეხლა გადავიდეთ პოზიტიურზეც. ძალიან ბევრი მოახერხეთ და გავაკეთეთ ჩვენ რამდენიმე თვის განმავლობაში. შეიქმნა რეალური კოალიცია. შესაძლებელია კიდევ დაგვემატოს რამდენიმე წევრი, მაგრამ ძირითადი ჩანსაღი ძალები გავერთიანდით. ეს დიდი ძალაა, სახელიც მე მგონი კარგი შეურჩიეთ, ქართული ოცნება. ხსნით ოფისებს, ვითარდებით და მე ოცნების ნაწილად აღარ მოიხსენიებ იმას, რომ ჩვენ აუცილებლად გავემარჯვებთ ოქტომბრის არჩევნებში. მე სულუწველად ჩემი ოცნების ნაწილი იქნება, აი, როდესაც უყურებ ჩვენი კოალიციის ლიდერებს, როდესაც უყურებ ირაკლი ალასანიას, დავით უსუფაშვილს, ზვიად ძიძიგურს, არ არიან ფორმელები. ჩემი ოცნების ნაწილი იქნება ის, რომ ჩემი წასვლის შემდგომ პოლიტიკიდან და შემდგომ არჩევნებში მოხდება მათ შორის კონკურენცია, მაგრამ მოხდება რეალურად დემოკრატიულ საფუძველზე არსებული კონკურენცია. დღეს ჩვენი გაერთიანება არ დაგიმალავთ. მანიფესტი ჩვენ ჩამოვაყალიბეთ, საერთო იდეოლოგია და იდეები იქ ვაჩვენეთ. თანხმედრა ჩვენი იდეებისა რა თქმა უნდა არსებობს, მაგრამ გამოგიტყდებით, რომ ძალიან ბევრს მე პირადად დარწმუნებულია, რომ ძალიან ბევრს ის არც აუკითხავს და არც აინტერესებს. დღეს ბრძოლა არა იმ პატარა სხვაობებს შორის, რომელიც ჩვენ შორისაც არსებობს და იდეოლოგიებს შორის, დღეს ისევ კვეთრი ბრძოლაა თეთრსა და შავს შორის. ჩვენი ოპონენტები ჩვენ შავძალად მოგვიხსენიებენ, შესაბამისად სიტყვების გამოყენებით ვერ მოახერხებთ ჩვენ გამიჯვნა რეალური ჩვენი შეხედულებებს შორის ვაჩვენოთ. ერთადერთი გზა ამისა არსებობს ქმედებები. როგორ ქმედებებს ჩადის დღევანდელი ხელისუფლება და როგორი იდეოლოგია გვაქვს ჩვენს კოალიციას. მხოლოდ ამით შეიძლება შევედაროთ ჩვენ ერთმანეთს. შესაბამისად, ჩემი ოცნების ნაწილი კიდევ გამეორებ, იქნება ის, რომ რეალური დემოკრატიული არჩევნები მოახერხოთ ჩვენ. ჩავატაროთ უფრო მოგვიანებით. დღეს კიდევ მოახერხოთ, რომ ვაიძულოთ ჩვენი ხელისუფლება ჩახვეს და დაგვემორჩილოს და სამართლებრივ სივრცეში ჩატარდეს ოქტომბერში არჩევნები. სხვა ყველაფერი ჩემი აზრით გარკვეულია და ქართული ხალხი ეწევს თავისი წესს. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ გავემარჯვებთ და ჩემი ოცნება იქნება, რომ ჩვენმა საზოგადოებამ უახლოეს წლებში მოახერხოს და ჩამოყალიბდეს ნამდვილ ჭეშმარიტ დემოკრატიულ ევროპული ტიპის საზოგადოებად. აი ეს არის ჩემი რეალური ქართული ოცნება.